მერებელას თუ გამოდგება მარაო მე ვისთანაც ღერი ის მიყვარს, ყველა ის ქალი მიყვარს. მოვარდებოდა სახში ჩვენთან. დაჯიქიო ამას მივიყვან სახში და წაგიყვან მათემატიკაში. საღამოს 11 საათია და კარებზე ზარია გაბმული. გავაღეთ კარი გოგი. ხვალინდელი დღე როგორი იქნება გოგის ეს უფრო საინტერესო არის ალბათ. არ აკლდა მას რა ხალხის სიყვარული. ავირინის შექმნის იდეა ეკუთვნის მემო ჯგუფს. ამ პროექტში ჩართულია ბრავო რეკორდსი. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ეკა ხოფერია და თქვენ უყურებთ ჩემს გადაცემას შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად. მე მინდა ტრადიციულად გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად, ეს ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა გახლავთ გოგი დოლიძის ვინილი. ავირინის შექმნის იდეა ეკუთვნის მემო ჯგუფს. ამ პროექტში ჩართულია ბრავო რეკორდსი და მეც ჩემს გუნდთან ერთად ვარ ამ პროექტის მონაწილე. მოგიყვებით ყველაფერს, როგორ შეიქმნა იდეა, როგორ ვითარდებოდა, რა იქნება მისი ფინალი და მოგიყვებით იმასაც და თქვენ ნახავთ იმასაც, ვინ მოისმენს პირველი გოგი დოლიძის ვინილს. ნიკა, მე მგონი ძალიან კარგ პროექტში იკვეთება ჩვენი გზები, კლავ. შენ რომ იწყებდე გოგი დოლიძის ვინილს, ან რა ვიცი, თხრობას, აი რომელი სიმღერით დაიწყებოდა შენთვის გოგი დოლიძე? ეკა, აი რითიც იწყება ყველა ქართული ზღაპარი იყო და არა იყო რა. აი ესეთი სიმღერა გოგის მარიკო კვალიაშვილის იყო, არა იყო რა. და გოგის ცხოვრებაც მართლა რაღაცა იყო და თითქოს აი ლამაზი სიზმარი იყო, რომელმაც მუსიკისადმი დამოკიდებულება, გათანამედროვეობა, რაღაცა აღქმა. გოგი ხო არ იყო პროფესიონალი მომღერალი. ესეო ჩემთვის მომღეროდიო ხანსად და მე ერთმა კომპოზიტორმა მითხრა აბა ცადეო, უი რა კარგია, მე მეორე და ამასობაში აი ესე გავხდი მომღერალიო და აი ეს სიზმარი ალბათ ამით დავიწყებდი, რომ იყო, არა იყო რა. შე როგორ გონია, აი გოგი დოლიძის ვინილი, აი რას მოახდენს? აი რაღაცა პატარა ჯადოსნობას უნდა ველოდოთ, აი რატო უნდა დაველოდოთ ამ ვინილს? აი როგორ გონია? ამას წინათ ვიღაცამ თქვა თეატრზე, თეატრი არის ხელოვნება, რომელიც ფლეშკით არ გადაგაქო. ანუ ცოცხალია შენ თვალწინ იბადება და კვდება. ფლეშკით კი შეგიძლია ატარო მაგალითად მუსიკა, მაგრამ აი გოგი დოლიძე იმდენად ცოცხალი გრძნობა, განცდა, გოგის რაღაცა ხმალი ავლესოთ ქართველებზე წამოსული ცრემლი, ისეთი გულწრფელია. სამშობლოზე ატირებული კაცი 99% პათეტიკურია და გოგის ის ცრემლი არის აი ინდიკატორი სამშობლოს სიყვარულის. ამიტომ გოგის სული, სიმღერის სული არის ცოცხალი და ეს სული ვინილში შესამჩნევია. დისკში და ფლეშკაში იკარგება. სხვა შეს მე ვიცნობდი ერთ არაჩვეულებრივ მუსიკის ცოდნეს, საოცარ მელომანს, რომელიც მხოლოდ ვინილზე უსმენდა კლასიკას, იმიტომ რომ ამბობდა, რომ იქ დანარჩენი ტექნიკა აპარებს და აფუჭებს ხარისხს მუსიკისასო. ტექნიკური ხდებია და ვინილი მაინც ეს არის განცდა ემოციური და ამიტომ მგონია რომ სწორედაც აბარა გოგი დოლიძის მოსმენა თუ გინდა უნდა მოусმინო ასე. ერთი პატარა ისტორია, პატარა, რომელიც აი ჩვენ ფორმატში ჩაეტევა. მაჩუკე რა. აი გენიალური ნათქვამი აქვს გურამ თამასაშვილს, რომელიც აი გოგი დოლიძის მუსიკალურ აზროვნებაში ყოფნას განსაზღვრავს. გოგი რო გარდაიცვალაო, აი ესო იცით რა არისო, რო შემოხვიდე მცხეთაში და ჯვარი არ დაგხვდეს, ჯვრის მონასტერი. აი მართლა წარმოიდგინე რომ გადიხარ თბილისიდან და ჯვრის მონასტერი არ დგას. აი რაღაცა ეს ისე უხდება გოგის. ის აღიარეს მე-20 საუკუნის საუკეთესო კაც ესტრადის მომღერლად, არ აკლდა მას რა ხალხის სიყვარული. თუმცა ჯილდოებით განებივრებული არ იყო, მხოლოდ დამსახურებული არტისტის წოდება ჰქონდა, მაგრამ ის იყო რაღაცა აი ბულბული, როგორც მის ძეგლზე, ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, 24 სკოლა დავამთავრეთ, უბრალოდ მე ვსწავლობდი მის სკოლაში. აი ძეგლზე პატარა ბულბული რო არის ამოტვიფრული, აი ეს ბულბულის უბრალოება და თან სიდია და ერთად არის და ამიტომ აი ამ ისტორიებს მოუყრით თავს ჩვენ და გოგი რომელიც ყველას ისედაც ძალიან უყვარს, კიდევ ერთხელ შევეჯიბრებით ამ სიყვარულში.
ნუნაღლობ ჩემო ქვეყანა განკარდა ავისი ზმარი ისევ ანთია შენი მზე შენი მთვარე და ცისკარი მე ამოგიღებულია აი ამ ფრაზას ვერ ამობენ დღემდე რა სასწაულია გოგი როცა მღეროდა ყოველთვის გამორჩეოდა ძალიან მაღალი ინტელექტით და ეხლა შეიძლება ცოტა უცნაური რამე თქვა, მაგრამ აი ეს სიმღერაში ჩანდა მისი მთელი ინტელექტი, მისი შესაძლებლობები და ყველაფერი აბსოლუტურად რა. შეიძლება მასაც იყოს, რომ ვინც უფრო ჩანდეს ადამიანის ხმა და შესაძლებლობები რაც მას გააჩნია. შეიძლება. მე მახსოვს გოგი რო გარდაიცვალა მის საფლავს რო ვაკეთებდით ბიჭები ასეთი აზრი წარმოიშვა რომ დავაწეროთო სახელად ისა საფლავზე მხოლოდ სახელიო გოგი და მე მოხდა ერთმა ჭკვიანმა კაცმა გვითხრა რომ ესო ეხლა არისო გოგიო ჩვენთვისო ყველასთვისო მაგრამ გავადრო და ხალხი ვერ გაიგებსო რას ნიშნავს ეს გოგიო და ამიტომ გვარით დაწერეთო ხო და ეხლა აღმოჩნდა რომ არ არის თლათ ესე აი ზუსტად თქვენ კითხოს მინდა უპასუხო რომ გოგი აი 29 წელი გავიდა მგონი ხო? ხო. და მაინც ისევ გოგია და აი ჩვენი დღევანდელი შეხვედრა აი აქ ამ ოთახში, სადაც ზუსტად აი ამ ბიჭების სული ტრიალებს, არ მხოლოდ გოგის, არამედ აგერ ფოტოები არის ყველასი. ისევ ისეთი აქტუალურია მისი სონა და მისი ხსენება, როგორც იყო იმ პერიოდში, როცა გოგი გაგვიქრა და გაგვიფრინდა. მე უფრო ახალ პატარა ვიყავი, როდესაც აი პირველად რომ მოვისმინე აი გოგის სიმღერები და მე ქართული ხმების ერთად ამან შემაყვარა საერთოდ ქართული სიმღერა, მაშინ გავიგე რა ჭაბუკი ვიყავი და მე ნუ გავიცანი და დავახლოვდით რა, უკვე ესეთი მეგობრობა ვეღარ მოვასწარი, მაგრამ ერთად ჩავწერეთ სიმღერები და მე უბრალოდ რომ მოვუსმინე გოგის მე გავჩვენდი რა, გავჩერდი, იმიტომ რომ სხვა დონის მომღერალი იყო, ცხადია. და რო დავაკვირდეთ დღევანდელ დღეს ხო გოგის სიმღერებს ბევრი გადაიმღერა. აი წარმოიდგინეთ ახლა შეადარეთ გოგის ჩანაწერი როდინდელი და მისი მაღალი კულტურა. რისგან არის გამოყო? ალბათ სხვადასხვა კომპონენტებისგან არის რა ეს შექმნილი, რომელიც ერთ ადამიანში მოიყარა თავი და ალბათ ეგეთი კეთილშობილი უნდა იყო, რომ ესე გიყვარდეს სიმღერა, ესე გიყვარდეს შენი ქვეყანა, ესე გიყვარდეს შენი ერი. და მისი გამოხატულება ეგ იყო რა და უკვდავია. რასაც ღერის ეს ტექსტობრივ მასალას უკვდება სიღრმეში შედის და ეს ის ემოციებში გამოიხატება. ეს არ არის ასე ადვილი. ფოლკლორში და ესტრადაზე იყო ასე თანაბრად ძალიან მაგარი, ესე კი არა, ძალიან მაგარი. ეს ფოლკლორი მის საფუძველია. იქიდან წამოსული კაცია. ჩემი მაესტროს რობერტ გოგოლაშვილის და დემურის დამსახურება რომ დაიწყო ფოლკლორიდება. მთელი კლასიკა ფოლკლორის ფაქტურად პროგრამა განახევარში ისწავლა. ამით ცხოვრობდა ეს და ეს ყველაფერი მე გადმოვიდა ესტრადაზე, ესე არ არის რომ და დღეს სამწუხაროდ ასეთი თანაბარი წონის მომღერალი რომელიც ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია ფოლკლორში და ასე ზანაცადაში სამწუხაროდ ვიძახილო არ ყავს. არ უყვარდა ძილით გადაღამე, ესე იგი ეთყობა ესეთი ისე უნდა ეს ცხოვრება მთლიანად შეეგდნო, რომ პრაქტიკულად არ ეძინა ხოლმე გადაღამე გასწორებული ქონდა. მაგრამ თუ დაიძინებდა, მე მისი გაფუძნებელი არ იყო დედამიწის ზურგზე არავინ. ხო და თქვენ წარმოიდგინეთ ერთხელ ლონდონში ის სახანძრო განგაში რო ჩართეს სასტუმროში. თელი სასტუმრო დაახლოებით 9 წუთში გარეთ იყო გამოსული, მხოლოდ გოგის ეძინა. ესე იგი არ გააღვიძა იმ რაღაც საშინელება, ტვინს ბურღავდა ისეთი ხმა იყო. რამამუშევარი იქნებოდა როგორ ხო, სიხშირეზე. მოულოდნელად აღმოვაშინე ეკა შემოკარგო რომ მთელი ღამეს ესე იგი იმასთან ტელევიზიიდან გამოვიდეთ საღამო ხანი იყო და ვიღაც ნაცხვარი მანქანი დადიოდა ხოლმე ხო და
სამოსახლში მიგიყვანო მითხრა და რომ გამოვედით იქვე ტელევიზიის ქვემოთ მითამოვედნამდე გოგონა დაინახა იდგა ქუჩაში გაუჩერა და ეუბნება რომ გოგის და გოგონების დამოკიდებულება იცით თქვენ ახლა ყველამ და არა ხო და გაუჩერა და თქვენისთანა კარგი გოგონა ქუჩაში არ უნდა იდგესო და დაბდანდით სად მიდიხართ დაგიყვანთო იმ გოგომ უთხრა ვერ წამიყვანთო რატო და ძალიან შორს მივიდივარო სად მიდიხართ ბათუმშიო დაჯექიო ამას მივიყვან სახლში და დაგიყვან ბათუმში და დაიყვანა ბათუმში და ხო წავიდა საღამო ხანი იყო დილას 6 საათზე ჩამოვიდა ბათუმიდან და მოვიდა ჩემთან და დაიძინა მთელი ღამე არ ეძინა და რომ დაიძინა ნუ მივხვდი რომ სამსახურში ვეღარ დავიდოდი იმიტომ რომ არ უნდა დამეტოვებია თვითონ და მოულოდნელად დილის 6-ის ნახევარზე იწყებოდა ჩვენი მთაბარის რადიოში ხანგები და მიყვარდა ხალხური სიმღერების მოსმენა და ჩავრთე ჩოხატაურელი გურულები მღერიან რაღაც გურულ სიმღერას და ბანს ამბობს ვლადიმერ ბერძენიშვილი და ისეთი ბანი თქვა რომ გამაჟრიალა სასწაული და აი გოგიას გაეღვიძა აი ამ ბანზე წამოხდა და ვინ არის ეს გიჟი მეუნება და მაშინ დავაფიქსირო რომ არაფერი ამ ქვეყანაზე არ აღვიძებდა სიმღერის გარდა გოგის სიმღერის დროს იგრძნობოდა როგორც კაცური მამაკაცური ტემბრი ასევე დიდი სითბო და ლირიკა და ეს ყველაფერი კუაკინძული ერთ ლამაზ ინტელექტში როგორ შეიძლება ხა ქალს არ მოწონებოდა ეს ყველაფერი ხო გახსოვს დიდი ხნით რო ვიყავით საფრანგეთში დიდი ხნით დაგიყვანა მომპარნასზე ცხოვრობდით და კვირა დღე იყო გოგე ნახო ერთად ვიყავით სუყარა და მოვიდა და მეუბნება მამას ვეძახოდა ხო რა ვიცი ატო წამყევი ერთ ადგილზეო მეთქა ნუ კაი მეთქე საქმე არ მაგდა საღამოს კი ვღეროდი და კონცერტი ქონდა რაღაცა მაგრამ დღისით არაფერი ჩავედით მომპარნას დიდი ქუჩის განიერი ქუჩა იყო და მატარა და სულ დაკეტილია ყველაფერი ხო და ერთ ადგილზე მე მიყვანა თუ კარები დაკეტილია და ისე გიცოსები აქვს თქვი რაშია საქმე აუ დღეს არ მუშაობსო თქვა ნუ ვერ გავიგე რა არ მუშაობდა წამომიყვანა მეორე დღეს ის ორშაბათს ესე კიდე და ღია იყო ის ხო და შევედით და მთელი არსენალი რა თოფები და ყველაფერი არ იყო თო ყველაფერი იყო იქ ეს რა მინდა აკაზო მეუბნება მამა ამერჩია ახლა რომელიღაცაო მე რა მოვირჩიო კაცო თოფის ცხოვრებაში ხელში არ მჯერია და რა თვიდა ახლა მაგათა პარიზში თოფი და მე მივხვდი ისე მე უნდა ამერჩია იარაღი რომ თავი მომეკლა მე როგორც გავზდით მისას როცა უსმენდი ბავშვობაში ხო ყოველთვის აი ესეთი შთაბეჭდილება მოჩებოდა რომ ინტელექტთან ყველაფერთან ერთად გოგის ყოველთვის მოსდევდა რაღაცა აი გარკვეული სევდის ნაწილი თითქოს აი შინაგან გულიდან მოდიოდა იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მღერის შეუძლებელია ის მძაფრი ემოცია გადმოსცე თუ შენში აი ცხოვრებისეულოდ რაღაცა ოდნავი რაღაცა სევდა არ დევს და ალბათ ეს განაპირობებდა მის აი ძალიან მძაფრ ემოციურ სიმღერას და ესე მგონია ისე ჩვენში დარჩენდა ერთი სიმღერა გოგიას მრავალჟამიერს რო ვეძახით ხო არ მიმღეროთ ბარემ გოგიას სახელზე ჩვენთან შეხვედრებში განსაკუთრებული სამი სტუმარი მოვიწვიეთ. გვასპინძლობს პულმანი, მეგობრებო, უბრალოდ განმარტებისთვის არის შუადღე, ყველას ესეთი დაძაბული გრაფიკი აქვს, საცობების და დროის ეკონომიის მიზნით, ხო, ესე გადავწყვიტეთ და ძალიან დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ სივრცეს ვასპინძლობისთვის.
და მოკლედ ჩემი სტუმრები არიან ეკა მამალაძე, სანდრო კობახიძე, ლაშა ღლონტი. მეგობრებო, ეს გადაცემა არის გოგი დოლიძის ვინილზე და იმ კონცერტზე, რომელიც ჩვენ ყველას გველოდება, რომელიც 13 ნოემბერს იმართება. მე მოკლედ ეკა ესეთი ამბავი მითხრეს, რომ ვინილიო კიდევ უფრო განსაკუთრებით წარმოაჩენს თურმე მუსიკოსის ხმას. აი შენ რა მოლოდინი გაქვს გოგი დოლიძის ვინილთან? აი გაინტერესებს, აი როგორი მოლოდინები გაქვს შენ? მოლოდინები დიადი მაქვს, იმიტომ რომ ისედაც გოგის ხმა ასეთში დისკზეც, იმაზეც, ისეთი ხმა აქვს და ისეთი დატოვა მან და არ ვიცი, სულ წყდება გული რომ ეხლა რო ყოფილიყო ნეტა როგორი იქნებოდა ნეტა ახალგაზრდებს რომ მოესმინათ ეს მართლა იმოქმედებდა აი ძალიან საინტერესო ისინი მაქვს ახლა სინანულის ალბათ გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი ხანდახან ძალიანაც რაღაცას რომ მოვისმენდე და ვფიქრობთ აი გოგი რო ყოფილიყო ალბათ როგორ იმღერებდა ამას ან რაღაცა გულის წყვეტები მაქვს რა თქმა უნდა მეორე ეს ფაქტია რომ მიხარია რომ არ წყდება არ გაწყდა რა არასდროს ეს გოგის ხმა და საოცრება როგორც დისკი გაკეთდა ეს ძალიან კაი საქმე იყო ხო ხმა შემოინახეს და არანჟირება ჩაეფინა ხო ესე იგი რამხელა დატოვა სიმდიდრე რა ვიცი ალბათ რა არის რომ დიდი და ეხლაც რომ არ ივიწყებენ და აი ეს რაღაცა ჩვენც ალბათ არ ვივიწყებთ გოგის ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი კულტურისთვის რომ ასეთი მომღერალი აი დახვეწილი ხალხურშიც ჩვეულებრივშიც აი სუფრაზეც არ იყოს სუფრაზე არ გაგაღიზიანებდა გოგი არ მახსოვს რომ აი რაღაცა რომ აი ხო არის რაღაცა ამდენი წელი ვიცნობდით სულ ერთად ვიყავით და არ იყო არასდროს აი რაღაცნაირი რომ აი გემოვნება ქონდა წარმოუდგენი მუსიკალური გემოვნება ეს არის ყველაფერი მინდა დაგეჭერებელას თუ გამოდგება მარაო ჩამოგაფარებს სახეზე და მზიზე აი არის რაღაცა ალბათ ხევები ხამდენიმე ვერ ხვდები რაღაცას, მაგრამ ადამიანთან რომ მიდის, აი ეს რაღაცა ამის შერწყმა ორი ხმის. აი არ ვიცი, მართლა ვერ გეტყვი და ვერ ვხსნი ამას, მაგრამ ალბათ ამან იმუშავა. მე ასეთი დუეტი არ მომისმენია. სულ თქვა ფრაზა, სიხშირე აი სიხშირე ალბათ სიხშირეა სიხშირე რას გულს აი ჰერცებში რო გაზომო ამათი სიხშირე რა ისე დაჯდება წარმომიდგენია ახლა როგორ იქნება აი რო გაშიფროს ახლა ხელოვნურმა ინტელექტმა აი წარმომიდგენია უკვე რეები იქნება რა აი რამხელა რაღაც იქნება და ნუ გოგიზე ახლა გოგიზე ხანდახან ღიზიანდები გოგიზე რო ამბობენ რომ ვაიმე რა კარგი პიროვნება იყო რატო იცი ამ პიროვნების მიღმა იყო გენიოსი და ეს მისი გენიალურობა როგორც მუსიკოსის ხანდახან იფარება ამ თავისი უზარმაზარი დადებითი ადამიანობით გამიგე და ეს ადამიანობაც იმხელა რომ ხანდახან არ ჩანს ის პროფესიონალიზმი ის წვალება ის შრომა უშრომელად არაფერი არ მოდის ხო მართალია რა ჯერ მე ვთვლი რომ ეხლა მე დილეტანტი ვარ, ეხლა მუსიკალურად განათლება არ მაქვს, შეიძლება მუსიკალური, მაგრამ ჩემი აზრით, ან სასწავლებელში, ან კონსერვატორიაში, ან სადმე უნდა ისწავლო, უნდა იყოს ქალაქური სიმღერის ფაკულტეტი და უნდა ისწავლებოდეს გოგი დოლიძის სკოლა. გოგი დოლიძის სკოლა, იმიტომ რომ ამ ადამიანმა რადიკალურად შეცვალა ბევრი რამ და თუ კი არსებობენ დღეს ანსამბლები, აგერ შვიდკაცა აიღე, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ალილო, აი ეს ანსამბლები, რომლებსაც მიყავთ დღეს, თქვათ, ქართული დღევანდელი ქალაქური სიმღერა მაქვს ხოდლობაში, ეს არის პირადად გოგი დოლიძის დამსახურება. ეკასთან სიმღერა ძალიან რთულია, იცი რატო? იმიტომ რომ ეკა იმდენად
რაფინირებული მომღერალია. იმდენად რაფინირებული, მე ბევრი დუეტი მომისმენია ეკასთან, არავის არ ეწყინოს, მაგრამ აი მხოლოდ გოგი ახერხებდა ამ რაფინირებულ ნანის შვილთან სიმღერას. ეს ძალიან რთულია. არა, მართლა გეუბნები რა. ეს ძალიან რთულია რა. და ეს გააკეთო ისე ბუნებრივად და იმავდროულად წამოხვიდე აქ და გურული სიმღერა იმღერო და მე ბაიათები იმღერო ისე რომ სხვები გადარიო მე არ ვიცი რა. ხო, მრავალფეროვნება და ინტელექტი გემოვნება, შინაგანი კულტურა, დაჩუმება ბგერის, როგორი პიანო ქონდა, ან როგორი ფორტე ქონდა, არაშემაწუხებელი. რა ვიცი, ნუ რამდენი შეიძლება და ის ქონდა, რაღაცა სიძლიერეც იყო. ეს არ იყო რომ გაპარულები ხარ. როდის ვიხდი რა, აი ძალიან პატივს გცემ და იმიტომ შემიძლია ვთქვა, ნუ რაღაცა დაიწყეს ამ ბოლო დროს კაცებმა ძალიან ნაზად და კნავილად და ტკბილად. აი ეს არის ჩემთვის, აი ისე ცუდად ხდები. ნუ რა უბედურება და თქვენ მიგიწდებათ აგერ ხო რაღაცა და გეხვეწებით რომ ეს ახლა ჩემგან იცი სულ ნატალია მეტყოსო შე რატო აიღე ახლა რომ ესე უნდა თქვა. არა, ნუ არ ვიტყვი ბატონო და არ გავლანძღავ და არ იცით რომ როდის კრიტიკა ახლა ჩემთან არ არის, მაგრამ ნუ რაღაცა წამოვიდა ისე რომ აი კაცები დგანან და ძალიან ტკბილად კნავიან და ზალა კონდეს. აი ეს არ გაიგე ვაშკა, აი რაღაცა ხო არის კაცი დგას რაღაცა და უნდა ძალიან გაიპრანჭოს და გადააყო თვალები დახუჭული, ძალიან ცუდად ხდება. როგორი მეტყველება ქონდა სიმღერაში? მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ყველა სიტყვას ხო? ყველა სიტყვას ქართულ სიმღერაში ყველა სიტყვას ხო დაწოწარი კაცი იყო ნამდვილად. მეტყველება კიდე გოგის მეტყველება სიმღერაში კიდე ცალკე ფენომენია. მე ალბათ უფრო მაინც ვიტყოდი იმას, რომ ხვალინდელი დღე როგორი იქნება გოგის, ეს უფრო საინტერესო არის ალბათ რა, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები რჩებიან ისტორიაში ყოველთვის, ხო და სულ იქნებიან, იმიტომ რომ რაღაც საოცარი კვალიტატოა ამ კაცმა. მე მსიამოვნებს და ძალიან მიხარია ის, რომ ჩემზე უმსროს თაობასაც ძალიან უყვარს გოგი და მის სიმღერებს მღერიან თუ საერთოდ არ ვიცი მიმბაძველობა რამდენად სწორია, მაგრამ რო უყვართ და მისნაირად უნდა სიმღერა, ესეც ძალიან დიდი რამეა ჩემი აზრით რა და ვინც ამას პატივსცემს და სურვილი აქვს ყოველ შემთხვევაში რომ ამას ასე ვთქვათ ხაზი გაუსვას და თავის ცხოვრებაში ეს კუთხეც არსებობდეს, ეს დიდი ბედნიერებაა ნამდვილად. სანდრო, გაქვს შენი სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს გოგის დოლიძის? ესე ვერ გამოვაჩერდი ალბათ, ძალიან ბევრია. ხო? კი. ძალიან ბევრია, მაგრამ ერთი სიმღერა არის სხვათა შორის ესეთი, რომელმაც მე თვითონ მეც მაქვს ნამღერი და არ ვიცი, აი დამანგრია მაგ სიმღერა. ეს იყო და ეხლა რო ვიხსენებ სულ რაღაცა ესეთი ეს არის ქალბატონი მარიკო კვალიაშვილის ვაი შენ წუთი სოფელო. ვაი შენ წუთი სოფელო დაგწადე ათასფერადა. მე მაგალითად ერთხელ ესეთი იყო სატელევიზიო გადაცემა და მახსოვს დაწყება და დამთავრება. დანარჩენი რა ხდებოდა იმ სიმღერაში, ნახოთ არ მახსოვს. ხო. ასო ისე ნერვიულობ ხოლმე და ესე განვიცდი ამას, რაღაც სამყაროში შედიხარ, მე გახსენდება გოგი, ნუ ქალბატონი მარიკა თავისთავად ზოგადად ეს ნაწარმოებია რაღაც ფანტასტიკური და სუფთა ქართული. აი ძალიან ამაღელვებელი ისეთი რომ არ შეიძლება რომ არ იმოქმედოს. ემოციურია ძალიან. ეს იყო ბათუმში ჩემი და რომელიც კარგად ვღერის, იყო 15 წლის და გოგის ფანი იყო რა. ხო და ნუ ხო გოგის ფანი ვინ არის ხო თქვენ დუეტებზე გაზრდილი და მთელი ამბები და ბიჭო ერთხელო ცხოვრებაშიო ერთხელო ბილეთი მიყიდე თუ ამ კაცის კონცერტზე და ლაივში მომასმენინეთო რა ჩემი და მეუბნება რა გვეუბნება ბათუმში ცხოვრობთ რა 90-იანი წლებია თუ რა ვერ იშოვეს ბილეთი გოგის კონცერტზე და ჩემი და ჩაიკეტა ოთახში პროტესტის ნიშნად არ ჭამს, არ სვამს, არაფერ, თქვენ რანაირი ბათუმელები ხართ ბათუმში ბილეთი ვერ აიღეთ და გოგის ერთხელ საშუალება და რაღაცა და ისა და ნუ მოკლედ პროტესტია სერიოზული სახში რა, მთელი ამბები იქეთან. ხვალ არის კონცერტი, ხვალ. გოგის არ ვიცნობთ არავინ რა, საერთოდ აზე არა ვარ და ბებია ჩემი და ჩემი და არის სახლში. და
ბებიაჩემ მხოლოდ ბებიაჩემის მიწოდებულ საჭმელს ჭამს გასაგებს ბებიას ხათრით რა ასე პროტესტია სერიოზული და საღამოს 11 საათია და კარებზე ზარია გამმული გავაღეთ კარი გოგი ვაიმე ბიჭო ბებიაჩემს ხვა ჩამ გაგიჟდა ხალე რა გოგი რა შუაში ანანო აქ ცხოვრობსო ჩემდაზე კითხულობს ხო კიო ბებიაჩემო კიო დამიძახეო მივიდა ანანოსთან და გოგი აფოსული ეს ხო საერთოდ გაგიდა ხვალო ის ხო გამოვიდა პირადად მე გპატიჟებ ხო არა ხვალ მე და შენო დუეტითო დავხურავთ ამ კონცერტში კარგი და ამღერა დუეტი თავისთან ეს პატარა ლაწირაკი ბავშვი ხო მაგრამ სადაც ქონია ჩვენი ნამღერი მოსმენი ჩემი და ჩემი დის დუეტი და ესეთი ზღაპარი სიზმარი აუსრულდა ხო მაგრამ რანაირად მოგადგათ ვინ კითხვით რაღაცა კასეტა ვინ არიან საცხოვრობენ რაღაცა არა როგორ მოვიდა ხო ეგრე მოვიდა როგორი პოპულარული იყო და როგორ ესე ნუსხავდა ქალებს აი მოგვიყევი ეხლა თანამედროვე ჩვენს აუდიტორიას რაში მდგომარეობდა გოგი დოლიძის ეს შარმი რომ ეგრევე უყვარდებოდა ყველა ქალსო მაგაზე ჩვენ ვერ გიპასუხებთ სანდრო მე ესე არ შემიყვარდა მაგრამ ეგ ვიცი ხო არა ის ყველაფერს ხო მე ვისთანაც ღვერი ის მიყვარს ყველა ის ქალი მიყვარს მოვარდებოდა სახში ჩვენთან უცბად რაღაცა მაგრამ მე ჩვენ ეს ყველგან მომიყოლია რომ მაცაცო დაწერა ეს პეპელა და თქვა რომ ეს ეკამ მიმღეროსო და იქ მივედი და იქ გავიცანი გული რომ მხოლოდ გულია და სიყვარულთან თამაში სასტიკად აგრძელულია იმის მერე მართლა ვეღარ ვაგდებდით გოგის ჩემი სახლიდან იმიტომ რომ ივიკო ჩვენი ისინი რაღაცა მოვარდებოდა ბებიაჩემთან იჯდა საათობით რომ ესაბა და ვიმღეროთ და ნუ რაღაც აი უცბად გახდა ძალიან ახლობელი როგორც იცოდა ხოლმე რაღაცას იმ წუთში ხო იცი შენი იქ შევარდებოდა სამზარეულოში უკვე ჭამდა მე აქეთ სადღაც გამომივლიდა და ნუ აი ესე დაიწყო ჩვენი ისე 13 ნოემბერს მეგობრებო არის კონცერტი გოგი დოლიძის საღამო რომელიც არის ერთგვარი ფინალი გოგი დოლიძის ვინილის შესახებ პროექტისა ეხლა ნახეთ ყურადღებით ჩამონათვალი აქ ძალიან დიდი მე უბრალოდ აი ვუყურებ ვინრას მღერის სანდრო კობახიძე მღერის ომში წასულო ვაშკაცო ლაშა ღლონტი მღერის თბილისი ეკა მამალაძე მღერის აყვავილ და ნუში ეხლა მინდა თითო ფრაზით მითხრათ მოუწოდოთ მაყურებელს რომ რა ელოდებათ 13 ნოემბერს ცოტა რეკლამა გავუკეთეთ ამ თუ გნებავთ სიმღერით როგორც გნებავთ როდესაც ისეთი მუსიკოსი როგორც ზვიად ბოლქვაძეა გვერდში დაგვიდგება ეს არის ძალიან დიდი პატივი ჩვენთვის და ახლებურად აჟღერებული გოგის ჰარმონია და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიხსენებთ გოგის უბრალოდ გავიხსენებთ თორე სულ გვახსოვს რა კიდევ ერთხელ გავიხსენებთ უფრო და მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ქალაქური სიმღერის სწორება უნდა იყოს გოგი დოლიძეზე 13 ნოემბერს იქნება როგორც ვიცი ძალიან კარგი საღამო კარგი საღამო იმით რომ ის ადამიანები მის სცენაზე გამოვლენ ზუსტად ვიცი რომ გოგი უყვართ ძალიან მისი შემოქმედება უყვართ და ალბათ რასაც გრძნობდნენ გოგის სიმღერის დროს ისიც მათ სიმღერაში რაღაცა ეს პატივისცემა და სიყვარული და დამოკიდებულება აუცილებლად იქნება ეს არის ალბათ პირველი და ფანტასტიკური მომღერლები იქნებიან და მობრძანდით 13 ნოემბერს მობრძანდით ჩვენ კონცერტზე თქვენ მე მგონი დიდი სიამოვნება გელით იმიტომ რომ აქ გოგი დოლიძის სახელია და ვისაც გოგი უყვარდა და არ უყვარდა და მოყვარულები არიან და არ არიან ყველანი ისიამოვნებთ იმიტომ რომ იქ იქნება კარგი მუსიკა და კარგი შემსრულებლები ასე მგონია ყველაფერი რაც კი იყო